გახლავს 4 საათზე უყურებ მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში, გადაცემით უსამართლო სასამართლო მარიკა არევაძესთან ერთად და მე მისი წამყვანი გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში განსხვავებით წინა გადაცემებისგან, სადაც უშუალოდ ჰქონდა საუბარი მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულებზე და რეჟიმის პატიმრებზე, რომლებიც სისხლის წესით არიან გამოკეტილების, ასე ვთქვათ, საპატიმრო დაწესებულებებში. დღეს ამ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების საქმეებზე და კონკრეტული საქმის ფარგლებში მოვახდენთ შეფასებას თუ რა მდგომარეობა არის სასამართლოში და რამდენად უსამართლოა დღეს ის ორგანო, ის დაწესებულება, რომელსაც ავალია ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, ადამიანის უფლებების დაცვა და ქვეყანაში მართლმსაჯულების განხორციელება. დიახ, სწორედ სასამართლოზე ვსაუბრობ, სასამართლოზე, რომელიც არის ხელისუფლების ცალკე შტო და რომელიც პირდაპირ ვალდებულებაც არის, რომ მოახდინოს ადამიანის უფლებების დაცვა, მოახდინოს ის, რომ კანონის უზენაესობა იქნეს გარანტირებული ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად სასამართლოს ხდომებზე არა მარტო ადვოკატები, არამედ მოქალაქეები, აქტივისტები და ის პირები, ვინც რაიმე შემხებლობაში არიან ქვეყნის გადარჩენის პროცესთან, ყოველდღიურად თავად ხედავენ თუ რა ხდება სასამართლოში და თქვენ ალბათ გახსოვთ ცოტა ხნის წინ, სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც დასრულდა თორნიკე სხვითარიძის და ანი ქავთარაძის საქმე, რომელიც შეეხება პოლიციელისათვის არასამუშაო დროს, არასამუშაო ვიზიტის დროს სასამართლოში ქავთარაძეების გვარის სირცხვილისა და მონის დაძახებას, რომლის ფარგლებშიც ანი ქავთარაძე დაჯარიმებული იქნა 5,000 ლარით სასამართლოს მიერ და რომლის ფარგლებშიც თორნიკე სხვითარიძემ 5 დღე გაატარა იზოლატორში და ისინი სამართალდამღვევებად იქნენ ცნობილნი სრულიად უსაფუძვლო დაუსაბუთებელი საქმის ფარგლებში და ამის თქმის შესაძლებლობა მაქვს, რადგან მათი ადვოკატი სწორედ მე ვიყავ იქ და ვიცი თუ რა ხდება საქმეში და რა მტკიცებულებებია საქმეში წარმოდგენილი. სწორედ აღნიშნულ შემთხვევას განვიხილავთ დღეს გადაცემაში და დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან ანი ქავთარაძე, აღნიშნული საქმის, ასე ვთქვათ, ფიგურანტები, ანი ქავთარაძე, რომელიც ამავდროულად არის პარტია ახალის პოლიციაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და თორნიკე სხვითარიძე, რომელიც ამავდროულად არის გარდა იმისა, რომ ფიგურირებს ამ საქმეში, არის რეჟიმის პატიმარ საბა სხვითარიძის ძმა. მოგესალმებით პირველ რიგში. მძიმე თემაზე გვიწევს საუბარი, მძიმეზე გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო, რომლის იმედიც დღეს უნდა გქონდეს და მიგაჩნდეს, ასე ვთქვათ, უკანასკნელ ბასტილიად იმისთვის, რომ შენი უფლებები იქნეს დაცული, პირიქით აკანონებს უკანონობას, ხო? თქვენი საქმის შესახებ მინდა ჯერ, ასე ვთქვათ, როგორც ადამიანურად, როგორც ფიგურანტებს უშუალოდ, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გცნეს სამართალდამღვევებად, თქვენი შეფასება რა ხდებოდა ამ საქმეში და რამდენად მიგაჩნიათ, რომ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი. ანუ დავიწყოთ შენით და მე თორნიკე შენც იგივე კითხვით. მოგესალმებით მარიკა, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მადლობას გეტყვით იმისთვის, რომ ჩვენი უფლება დამცველი იყავი. ხო, არა მხოლოდ მე, იყო ნიკა გვარამია, თენგო თევზაძე და მარიამ კანდელაკი და მადლობა თითოეულ თქვენგანს. მაგრამ უნდა ითქვას, რომ რა რაოდენობის ადვოკატიც არ უნდა ყავდეს დღევანდელ სასამართლოში და როგორი ძლიერებიც არ უნდა იყვნენ ეს ადვოკატები, საბოლოოდ გადაწყვეტილებები არ მიიღება სასამართლოს, დღევანდელი სასამართლოს შენობაში. ერთადერთი, ვთქვათ, რასაც ამ პროცესების მანძილზე ჩვენ ვაღწევთ, არის ის, რომ საზოგადოებას ვაჩვენებთ, თუ როგორ ხელის გულზე არის ტყუან მართალი დღევანდელ დღეს გამოვლენილი და როგორ იღებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული სასამართლო აბსოლუტურად განსხვავებულ გადაწყვეტილებას. საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია, რომ თავისუფლად დაესწროს ამ პროცესებს და მე მიმართავდი მაყურებელსაც, ჩვენ საზოგადოებას, რომ ერთხელ მაინც გამოყოს დრო იმისთვის, რომ აღნიშნულ პროცესებს დაესწროს, იმისთვის, რომ დარწმუნდეს თუ რაოდენ მძიმე არის დღეს ქვეყანაში მდგომარეობა და როგორ არ უნდა ჰქონდეთ მათ
დღევანდელ დღეს სასამართლოს იმედი. ამ პროცესებამდე მე კანონმორჩილი ადამიანი ვიყავი ყოველთვის, თამამად შემიძლია ვთქვა და ჩემს საბოლოო სიტყვაშიც ეს აღვნიშნე, ვერასდროს წარმომედგინა საბოლოო სიტყვა ქონდა და ერთ-ერთი კითხვა ამ სიტყვასთან მიმართებითაც მაქვს ჯერ დაასრულე და მე ვერასდროს წარმომედგინა რომ მე დავჯდებოდი იმ სკამზე, სადაც ამ პროცესის მანძილზე ვიჭექი. აი ეს იყო ჩემთვის ისეთი რაღაც თითქოს სურეალიზმი, იმიტომ რომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მეც კი აღმოჩნდი ამ სკამზე, სადაც თავად განვიცადა, რას განიცდიან ადამიანები, რომლებიც დღევანდელ დღეს არიან რეჟიმის მსხვერპლები. თამამად შეიძლება ითქვას და ჩვენი საქმე, ჩემ პირადი ალბათ არც არის მოსატანი იმ პროცესებთან, რაც სისხლის სამართლის წარმოებით მიდის დღევანდელ დღეს საქალაქო სასამართლოს შენობაში. რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს საქმეს, ეხება ეგრეთ წოდებულ პოლიციელს და მე მას ასე მოვიხსენიებ, ჩემს მოგვარეს მირიან ქავთარაძეს, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურანტი გმირს ვერ ვიწყwi, ვერანაირ კონტექსტში, ჩვენი მეგობრი საბას ხვიტარიძის საქმეში, სადაც ალბათ უფრო შევეცდები რომ მოკლედ, მაგრამ მაინც შორიდან მოყვა ეს ამბავი, რომ მაყურებლისთვის გასაგები იყოს. ეს ყველაფერი დაიწყო 4 დეკემბრის საღამოს, როდესაც ჩვენ გვქონდა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა იმ ფონზე, როდესაც ყოველ საღამოს სამართალდამრღვევები, სამართალდამცველები ისინი არ არიან, გვარბევდნენ უმოწყალოდ სცემდნენ ადამიანებს და მე როგორც ექიმი ყოველთვის ხაზგასმით ვამბობ, ისინი სასიკვდილო ტრამვებს აყენებდნენ ადამიანებს, გარდა იმისა, რომ იქ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰქონდა და წამებას ისეთი ადგილი, როგორიც ალბათ უკანასკნელი უახლესი ისტორიის მანძილზე მსგავსი ალბათ არ ყოფილა. და ამ პერიოდში ჩვენ ჰქონდა გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა, საიდან გამოსულებსაც დაგვხვდნენ ტიტუშკები. ტიტუშკას, რა თქმა უნდა, ვუწოდებთ ისეთ ადამიანებს, რომელთა იდენტიფიცირება შეუძლებელი, მათ აქვს რაღაც სპეციფიკური ჩაცმულობა, შენიღბულები არიან. განმარტება მოწმეების საინტერესო და ამავდროულად ცოტა სასაცილო ნამდვილად და დაგვხვდნენ ესეთი არაიდენტიფიცირებადი ადამიანები, რომლებიც ტიპაჟები, რომლებიც უშუალოდ იგინებოდნენ, ფიზიკურად ცდილობდნენ ჩვენთან მოახლოებას და განსაკუთრებით სავარაუდოდ მათ ლიდერებზე ჰქონდათ ალბათ გაცვლა, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ წინა საღამოს სწორედ ჩვენი პოლიცაბჭოს წევრს ნინო კვიტაიშვილს მიაყენა ასეთმა ტიტუშკამ ძალიან მძიმე დაზიანება და ამის გამო მას მძიმე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ამიტომ არც გამკვირვებია ჩვენ აი ეს ტიპაჟები რო დაგვხვდნენ გარეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ეგრეთ წოდებული პოლიციელი მირიან ქავთარაძე იყო, რომელმაც ხელი დაარტყა პოლიტიკოს თეონა ჭალიძეს, მაშინ როდესაც თეონა ცდილობდა, რომ მისთვის უბრალოდ კაპიშონი გადაეხადა და დაგვენახა მისი სახე, იმიტომ რომ ისინი კითხვებზე თუ ვინ იყვნენ, არ პასუხობდნენ. და შესაბამისად ჩვენ ნამდვილად ვერ გვექნებოდა გამოცხადება, რომ იქ აი ამ ტიტუშკის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები იყვნენ პოლიციელები. ამის შემდეგ საბა იმ ღამეს დააკავეს და როგორც შემდგომში გაირკვა თბილისის პირველ სამმართველოში მეხუთე სართულზე საბა იმ ღამის მანძილზე ორჯერ აწამეს. ის არის წამების მსხვერპლი და რაოდენ ამასთან დაკავშირებით დაზარალებულის დაზარალებულად არის ცნობილი, დიახ. ანუ ამ ყველაფერში ქალისთვის ხელის გარტყმა, ანუ ქალზე ძალადობა და მეორეს მხრივ მის სამმართველოში მირიან ქავთარაძეს გულისხმობ, მის დაქვემდებარებაში მყოფ მე არ ვიცი ის თავად ფიზიკურად იმ მომენტში ფიგურირებდა თუ რა ფაქტია რომ მის დეპარტამენტში ადამიანებმა აწამეს საბას ხვიტარიძე. შესაბამისად მე როდესაც მასთან მქონდა მომეცა საშუალება რომ პირდაპირ შეხება თუ შეხვედრა მქონდა და უთხარ ის რასაც ვფიქრობდი და ეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩემი აზრით აბსოლუტურად ჯდება, იმიტომ რომ მე ვარ გვარად ქავთარაძე და მე ნამდვილად გულწრფელად ჩემი 41 წლის სიცოცხლის მანძილზე არ შემხვედრია მსგავსად ყველა გვარში არსებობენ, რა თქმა უნდა, პოზიტიური და ნეგატიური ადამიანები, თავისი ბუნებით, ხასიათით, ქცევით თუ ცხოვრებით, მაგრამ მსგავსად მძიმე ტიპაჟი მე არ შემხვედრია, იმიტომ რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ქალზე ძალადობა და აბსოლუტურად მიუღებელია რომ სამართალ
დამცველად წოდებული, როდესაც დაკავებული ხდება სამმართველოს შენობაში, ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული ყოველგვარი ძალადობისგან, როგორც ფსიქოლოგიურისგან, ასევე მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ფიზიკურისგან და მუქარისგანაც და ადამიანი ისე აწამეს, რომ ტვინი შერყევა მიაყენეს და როგორ შეიძლება მე როგორც ადამიანი, ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ექიმი, როგორც დედა არ აღვშფოთდე და არ მქონდეს ამაზე რეაგირება და უბრალოდ არ უთხრა სათქმელმე არ მჩვევია ზურგს უკან საუბარი და როდესაც შევხვდი მირიან ქავთარაძეს, როდესაც მან დატოვა სასამართლო დარბაზი, სადაც ის მოწმის და დაზარალებული სტატუსით დაიკითხა და ის არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ამას არაერთი მოწმე უთი ყველა მოწმე, რომელიც მოიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვენს ხდომაზე მიუთითებდა, რომ მირიან ქავთარაძე იქ არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და ის ბოლო ცვლილებები, რომელიც შეიტანეს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში იმისათვის, რომ რეპრესიები გააძლიერონ, სწორედ იმ ცვლილებაზე დაყრდნობით დაფარვა გააკეთებინეს სრულიად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, იმიტომ რომ ეს საქმეები მე სრულიად დარწმუნებული ვარ, ამას ვამბობ ჩემი იურიდიული ცოდნიდან გამომდინარე, ვერ გავლენ ვერც ერთ ტესტს, ვერ გადალახავენ ვერც ერთ ტესტს, რომელიც ადამიანის უფლებების რეალურ სტანდარტს, ასე ვთქვათ, გაივლიან მოგვიანებით, როგორც კი ცვლილებები იქნება, ani დაგიბრუნდები შენ კიდევ შენი დასკვნითი სიტყვიდან მაქვს დამახსოვრებული ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც შენივე ოჯახის წევრ სამართალდამცველზე საუბრობდი და ამაზე მინდა რომ ჩაგეკითხო, თუმცა მანამდე თორნიკეს მინდა ვკითხო. თორნიკე, ამ შემთხვევაში შენ იყავი იმ დღეს, როდესაც მირიან ქავთარაძის მიმართ ანიმ თქვა, რომ ის არის გვარი შემარცხვენელი, მისი აზრით და აზრი დააფიქსირა. იქ ბევრი ადამიანი ვიყავით იმ დღეს, ეს იყო საბას ერთ-ერთი მორიგის ხდომა, რა დროსაც შენ იყავი სასამართლოს დარბაზში შიგნით და როდესაც ეს ხდომა და უკვე მე გამოხვედი და გამოყევი ამ ხალხის ნაკადს. სასამართლოში წარმოდგენილ არც ერთ მტკიცებულებაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, შენ არ ჩანდი იქ როგორც ასე ვთქვათ, რომ შენი მხრიდან მონას შეძახილს ჰქონდა ადგილი, ამის იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, ხომ? სამაგიეროდ საქმეში ჰქონდა სამი მოწმის, ერთი და იგივე შეცდომებით სავსე, იმიტომ რომ 17 ივნისს უთითებდნენ ყველა იმ დღეს, რომელიც ჯერ კიდე არ დამდგარა არა თუ მაშინ, როდესაც ივლისი, მაშინ როდესაც ოქმი შეადგინეს და წერტილმძიმით ერთი და იგივე, ასე ვთქვათ, დაწერილი საქმე, ჩვენება მოიტანეს სასამართლოში, თუმცა არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არც ხმის ექსპერტიზა, არანაირი ყველანაირი სტანდარტი მტკიცების დარღვეული იყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საქმე იყო სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელი, შენ 5 დღე მოგიწია იზოლატორში გატარება. რა ბრძოლაა ეს შენთვის? და უსამართლოდ მიგაჩნია თუ არა ის გადაწყვეტილება, რაც სასამართლო მიიღო შენთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, უსამართლოდ მიმაჩნია, ვინაიდან ანუ მტკიცებულებაზეც არ არის საუბარი, ისეთი მოწმეები მოიყვანეს, რომლებიც სამივე მოქმედებენ ჩემი ძმის საქმეში და სამივეზე წესით სპეციალურ საგამოძიებოს აქვს დაწყებული გამოძიება. ასევე მე როცა გამოვედი დარბაზიდან, ვიკითხე კიდევ ან მახსოვს გვეძევინ მეთქა, ყველა გამოვიდოდა ალბათ, ყველა გამოვედი და რა ხდება მეთქი, იმიტომ რომ კართან იყო სასამართლოს კართან ძალიან ბევრი ჟურნალისტი და ხალხი და ვიღაცამ დაიძახა, რომ კარი გააღეს და მაგით ვიხდე, რომ კარს არ აღებდნენ საერთოდ. და ანუ რა დროს გავეკიდე ვერ ხვდები და სასაცილო ის ყარა შესოს თანამშრომელმა ბრძანა ვინც ბრალდება ხო მოითხოვა ჩემი პატიმრობა რომ მე თუმე დავსდებ მირიან ქავთარაძეს აქეთ როცა ანუ ის და მისი თანამშრომლები ხო რა თანამშრომლები არიან მაგრამ უფრო ხელის ბიჭები გონია დაგვიზოვენ აქეთ არაერთი მანქანა გამომკიდებია და ანტენებია და თვითონაც ხო აღიარეს იქ ვისხედით რომ თქვეს რომ თორნიკეს ქავთარაძეს იქიდან ვიცნობთ რომ საბას ძმა არის და ერთ მოწმეს კიდე შეეშალა კიდევაც და სამჯერ გაიმეორა თორნიკეს მაგივრად საბა დამიძახა ეს მიგაჩნია თუ არა რომ შენს ოჯახზე არის ზეწოლა უშუალოდ არის ზეწოლა და უნდათ რომ რაღაცნაირად გავჩუმდეთ ანუ როდის რაზე უნდა გავჩუმდე ჩემი ძვარი ნაწამები და ციხეშია 6 თვეა უკვე და მეუბნებიან ესე გამოდის რომ გაჩუმდია ჩემ რაღაც პირიქით იზოლატორში და იზოლატორიდანაც გამოვედი უფრო გაბრაზებული მაგას ვამბობ რომ გაბრაზებული ვარ უსამართლოდ ანუ ჩემი
ნუ ეხლა რა თქმა უნდა ჩემი ძმის საქმეც მე ჩემი ოჯახის საქმეა, მაგრამ პირადად რო გამოვცადე ისიც რომ უსამართლოდ 5 დღე არაფერი არ ამართა და 12-დან ზევით ველოდებოდი ზოგადად გავიძახოდი კიდევაც არ მიჭერებდა არავინ და მიჭერე მეთქი იმიტომ რომ აბსურდი იყო, მაგრამ გავიძახოდი რომ დადგმული აქვს მეთქი სპექტაკლი და ნამდვილად დამიჭერე თქო 3 ჯერ მოხსენი საათი და რაღაცები ანის მივაწოდე და ანუ უსამართლოდ მე მახსოვს პირველ პროცესზე ჩვენთან ვიყავით სახში სანამ სასამართლოში მივიდოდით და ჩემთვის ძალიან მძიმე იყო როგორც ადვოკატისთვის, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით, გავდიოდით რაღაც დეტალებს, საქმის დეტალებს და სახელმწიფო გამოვედით, ჩვენ მომაწოდე შენი ნივთები და თან მომეცი დავალება, ასე ვთქვათ, რომ მანქანა რო იქნებს, იქ არის ჩემ მშობლებს ასწავლე. ძალიან მძიმე იყო ის, რომ ისი წინასწარ შედიხარ ისეთ პროცესზე, სადაც უკვე ვიღაცას გადაწყვეტილება მიღებული აქვს და საცირკო წარმოდგენა უნდა ვნახოთ სამწუხაროდ სასამართლოს დარბაზში, იქ სადაც გადაწყვეტილების მიღება რეალურად არ ხდება. ხო, რეალურად არ ხდება და პირველ პროცესზე გამოჩნდა ის საათნახევრით რო გავიდა სათათბიროდ მოსამართლე და კიდე მე იზოლატორიდან ვნახე მე ლიკა ლორთქმენზე რო არის გოგო დაჭერილი 19 წლის გოგო რამოდენიმე წუთში ჩამოიყვანეს ჩემთან ერთად COVID და მე ვნახე მეორე დღეს ან მესამე დღეს ვნახე ტელევიზორს საყურებლად რო გამიყვანეს რომ იგივე წარმოადგენელი თურმე გასულა დარბაზიდან თუ რაღაცა და ხო მაგრამ რას ვამბობ ანუ 5 წუთში ჩამოიყვანეს ლიკა ანუ ამას ვამბობ თურმე შესულა იქაც წარუდგინა ხო ანუ მე რო ჩამიყვანეს ჯერ ჩაყვანეს სცენა იყო ის რომ ჩავედი ერთ-ერთი კიდევ ერთ-ერთი ქავთარაძის მოადგილე სუჯაშვილი დამხვდა იქ ქვევით ან მარტო ჩემ აქედან არის ჩასასვლელი რა ჩავდივარ და სუჯაშვილი დამხვდა ესე გაიღიმა არ ვიცი რაღაც უნდა რომ რამე მეთქვა ან მექნა იქ და რო გამომიყვანეს გავიდა და საქმიდან ვიყურებდი სპეციალურად იქ იყო თუ არა და მეგონა რომ პირველ სამმართველოს თანამშრომლები წამიყვანდნენ მაგრამ არ მოხდა ეგრე რატომღაც დაახლოებით 9 საათი 40 წუთი დამაყოვნეს ვის უნდა წავიყვანეს ამ წავიყვანე ეს ვერ გადაწყვეტეს და ეს სუჯაშვილი 2 წუთში გაქრა ანუ მე დამხვდა ასე ვთქვათ მგონია რა ეს რაღაცა უცნაურ რაღაცაა ვითომ ხო რა შემაშინეს ფსიქოლოგიურად და პირიქით მზად ვიყავ იმისთვისაც რომ თუ დიღომში წამიყვანდნენ ვიცი იქ რომ კარგი ამბავი მე არ მელოდა ნამდვილად და მზად ვიყავი ამისთვისაც და იმ გვერდზე პოლიციელმა ვინც წამიყვანა გაიხუმრესავით დიღომში მივდივართო რა მე სად მივდივართ თქო რა და ზახეში ხომ წამიყვანა თქო და არა დიღომშიო გამიხუმრესავით და წავედით მეთქი ხო ანუ წავედით ვაში სასაკლაოზე თქო და დაიბნა უცებ და რატო სასაკლაოზე რა რატო მეთქი ესე რო უთხარი გაგშუნდნენ და ესე ვთქვათ ვერაფერი ვეღარ მითხრეს კარგად ვიცოდი უბრალოდ ერთი ის იყო რომ მეც ველოდებოდი რაღაცას რა ცოტა ძალადობას ჩემი მიმართ მაგრამ არ ყოფილა ესეთი რაღაც იზოლატორის ამბავი არის ყველაზე ცუდი როცა იცი რომ უსამართლოზე ხარ და ვერაფერს ვერ აკეთებ მარტო ან გაბრაზებაც აღარ მქონდა იქ ვინაიდან უფრო ნერვულობდი სასამართლოზე რა მოხდა რო არ შემოხვედი შენ გამიკვირდა მარიკა რო არ შემოვიდა ძალიან გამიკვირდა რა და ძალიან ავნერვული დარეკვის უფლება არ მომწეს დღეს ვერ დაგარეკინებ ხვალ შეგეძლებაო 6 საათი მოსვლა მე კი მითხარ მაგრამ 6 საათი იყო მოსული არც არავინ არაფერი არ შემომიგზავნა თან წინასწარ დავაბარე მომეჩეს რომ მაიკა შემომიგზავნეთ თქვენ იმიტომ რომ სარაჯკით ვიყავ და მე აი 7 წუთებზე უკვე რო გამოჩნდნენ უკვე დავწყნარდი უფრო რა მაქამდე ვერ გავჩერდი რომ არავინ არ ჩანს არაფერი ის ფერვერკიზე დაჭერილი ბიჭი შემომისახლეს ის ბიჭი ძალიან გაუხარდა ჯერ არც ცოტა ვინ ვიყავ ძალიან გაუხარდა იმიტომ რომ ადამიანი ნახა მარტო ის და ის იმაზე იწალადეს თიღმის იზოლატორში წაიყვანეს შემდეგ 2 დღე იქ გაატარა და შემდეგ სახეში გადმოიყვანეს მიჟით კი საბას და ლიკას აუცილებლად ამ გადაცემის მერე მე ვაპირებ რომ წავიდე იზოლატორში და მოვინახულო ისინი ორივე როგორ არიან გუშინ გახდა ჩემთვის ცნობილი ჩვენი ჯგუფის ადვოკატი იყო შესული და გახდა ცნობილი საბაზე ძალადობის შესახებ რომელიც დაუდასტურა ადვოკატს მიაწოდა ინფორმაცია და ამ ხრივ გვექნება ჩვენ რეაგირება იმ მოცემულობაში რა მოცემულობაშიც ვართ რა თქმა უნდა და რა ბერკეტებიც გაგვაჩნია ანი ისევ შენ დაგიბრუნდები ამ შემთხვევაში ჩემთვისაც სიახლე იყო ასე ვთქვათ მოულოდნელი
შენს ბაბუას ხო მე მგონი ბაბუა ყოლია სამართალ პაპას ვეძახდი იმიტომ რომ თიული და ერთ მხარეს ბაბუა მყავდა მეორე მხარეს პაპა ხო დინამე ყავდა მე იმერელი ვარ წარმოშობით თუმცა პაპას იქით ახალციხეში ჩვენს ყავდა ხო მე გრელს ბაბუას ვეძახდი და თილს პაპას და ხო კი მამაჩემის მამა ნამდვილად მაშინ როდესაც ჩვენ სამართალდამცველზე გადაკიდებას და სამართალდამცველისთვის შეურაცხყოფის მიყენებას გდებდნენ ბრალად და ამისთვის სამართალდამღვევად გწნეს, როგორია შენი დამოკიდებულება სამართალდამცველების მიმართ, თუნდაც პაპის მაგალითზე? კი ბატონო, ხო ეს ჩემთვის საერთოდ ესეთი იყო რაღაც აბსურდი იყო, რომ გადაკიდების ნაწილი, რომ გადავეკიდე, სადღაც გავყევი, ჯერთი ვერ გავყვებოდი ფიზიკურად, იმიტომ რომ კარში დგებიან როგორც წესი. მანდატურებით და რადგან მანდატურებს ვახსენებ, რაღაც ქვედანაყოფივით არის შსს-ი, რომელიც გარდა იმისა, რომ ინფორმირებას ახდენს შსს-ის სასამართლოს ტერიტორიაზე მყოფი წარმომადგენლების, რომლებიც უხვად არიან მიუხედავად სასამართლოს გარეთ აღზევებული კრიმინალისა, ასევე წარმოადგენენ ერთგვარ დაცვის სამსახურს ამ ცრომოწმეებისთვის, პროკურორებისთვის, შსს-ის იურისტებისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ყველასთვის გარდა საზოგადოებისა, გარდა რიგითი მოქალაქეებისა. და ფიზიკურად ვერ გავიდოდი, იმიტომ რომ კარში ჩადგნენ და ასე გააცილეს მირიან ქავთარაძე მანქანამდე და მე უბრალოდ გარეთ რო გამოვედი, მაშინ რომელიღაცა მედია საშუალებას ვყავარ დაფიქსირებული ეზოში უკვე ის მანქანაში იჯდა პუბლიკას მე მგონი. რაც შეეხება ჩემს ისტორიას, ნამდვილად მამაჩემის მამა იყო სამართალდამცველი და მე იქ ჩემს სიტყვაშიც აღნიშნე რომ ეს იყო ავად სახსენებელი კომუნისტების დრო და ყველამ ვიცით მაშინ როგორი იყო რეჟიმი მაშინდელი, მაგრამ ამის მიუხედავად ამ ადამიანს ებარა და თქვი უკვე რომ მთიული იყო, მთიულეთის და გუდამაყრის ხეობები. და ბედნიერი ვარ მე მას მოვესწარი და ფაქტობრივად ყველა არ დადეგებიან შაბათ-კვირა მასთან ერთად მოქვს გატარებული და მოსმენილი მოქვს უამრავი ისტორია, რომელიც მას გადახდენია. ძალიან მოსიყვარული ადამიანი იყო და ყოველთვის ცდილობდა რაღაცა ჩემთან კომუნიკაციას და ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდა. ბავშვთან ბავშვური იყო და ალბათ ამიტომ გამოსდიოდა, მაგრამ ამის გარდა ყვებოდა ყოველთვის, აი უხაროდა, სიამოვნებდა რომ მიყვებოდა ამ ისტორიებს. ძალიან მნანობ რომ უფრო ბევრი წელი არ მოგვიწია ვთქვათ ჩვენ ურთიერთობა და ეს ჩემი ბავშვობის მოგონებები, ან საიდანაც მიხსიერება მაქვს მე რეალურად მასთან ასოცირდება, ძალიან მჭიდრო ბმა აქვს, მაგრამ ამის გარდა, რასაც ის თავად მიყვებოდა, როდესაც დღევანდელ დღემდე, როცა იგებენ ვისი შვილი ვარ მე, აი ადამიანებს რაღაცნაირად თვალები ენთება და ამბობენ, რომ ნეტა იმ დროს, როდესაც პაპაშენი აქ იყო. იმიტომ რომ მაშინ ნამდვილად კრიმინალის ჩადენას ვერავინ ბედავდა. ანუ მუდმივად მუშაობდა პრევენციაზე ერთი და მეორე იყო ყოველთვის სამართალდამცველი ნამდვილად და ეს ცნობილი ამბავი იყო. მათ შორის ფაქტები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ სამწუხაროდ მთა ძალიან მასკულინურია, მაინც როგორც ვიცით, ტრადიციულია, მიუხედავად ქალის პატივისცემისა ზოგადად, რაც ჩვენ გვაქვს ტრადიციულად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, იმ რეგიონშიც ასეთები არსებობდა და ალბათ მთელ საქართველოში, მაგრამ მაინც დღევანდელი დღისგან განსხვავებით რაღაცები მეტად იმალებოდა, ქალებიც უფრო არ ვიცი, შეიძლება თავდახრილები იყვნენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველა ასეთი ფაქტი მის მიერ იყო დაფიქსირებული და გადაწყვეტილი ქალების სასარგებლოდ და ეს ცნობილი ამბავია. კრიმინალს რომ დანერჩენ სხვა კრიმინალს რომ თავი დავანებოთ, იქნებოდა ყაჩაღობა, ქურდობა, მკვლელობა და მე მახსოვს ბებიაჩემის მონათხრობი, როდესაც დღევანდელ ვლადიკავკაზში, მაშინდელ ორჯონიკიძეში იყვნენ გადასულები მის დასთან სტუმრად და ბაზარში მიატოვა ბებიაჩემი, იმიტომ რომ დაინახა მკვლელობაში ეჭმიტანილი ადამიანი, რომელიც ძებნაში იყო მაშინ და მიატოვა ბებიაჩემი იქ შუა ბაზარში და გამოეკიდა და მარტო მაიყვანა
ის ადამიანი და ანუ იმ ძალიან ბევრი ისტორია იყო მოკლედ, სადაც ბოროტის და კეთილის დაპირისპირება ხდებოდა და ეს ადამიანი ყოველთვის იყო სამართლად დამცველი და არა დამრღვევი. ამას ადასტურებდნენ სხვა ადამიანებს. ანუ ეს არ იყო რაღაცნაირად მიკერძოებული ამბავი ჩემთვის. პატივისცემა სამართალდამცველების მიმართ ეს იყო უაღრესად ბავშვობიდან მომყვება და მე ასევე აღვნიშნე ჩემს სიტყვაში, რომ მე როგორც ექიმს, გარდა იმისა, რომ კლინიკაში მუშაობდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმიც ვიყავი ამავდროულად და საპატრულო პოლიცია, როდესაც ფეხს იდგამდა, ასე ვთქვათ და ჩამოყალიბდა, ისინი იყვნენ უაღრესად პატივსაცემი ადამიანები. ჩვენ გვახსოვს უკვე ეს დრო, მე უკვე დასრულ ასაკში მათთან მქონდა უშუალო პროფესიული შეხება, ასე ვთქვათ. იყო ეს ავარია თუ სხვადასხვა, მათ შორის ის კრიმინალიც და გარდა იმისა, რომ კლინიკაში მიწევდა მათთან შეხება, იმიტომ რომ ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი ვარ და ბევრი ისეთი სიტუაცია იყო, სადაც მძიმე პაციენტი მოყავდათ. მე მათ ვიცნობდი, მქონია თანამშრომლური ურთიერთობა და ზუსტად ვიცი, როგორი არის ფორმიანი ადამიანი ჩემთვის, ჩემს წარმოდგენაში, როგორც სუბიექტურად, ასევე ობიექტურად. და ამიტომ ყოვლად მიუღებელი იყო ეს ჩემთვის, გარდა იმისა, რომ რაღაც უბრალოდ მოქალაქისთვის, ყველა ნებისმიერ მოქალაქისთვის მიუღებელი უნდა იყოს სამართალდამცველი, რომელიც გვევლინება სამართალდამრღვევად და ამავდროულად მოძალადედ. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩემთვის რაღაც შინაგანი, როგორ ვთქვა, დაპირისპირების თუ რაღაცა ემოციური აღზევების საგანი იყო გარკვეულწილად, იმიტომ რომ როცა გავიგე, რომ ჩემი მოგვარეა და მე ასევე ჩემი მოგვარე პერსონალური სამართალდამცველი მყავდა, რომელიც ჩემთვის არის რაღაცა ფორმა, ვთქვათ, სამართალდამცველისა და სახე, ასე ვთქვათ, მომევლინა ამ შემთხვევაში მოძალადეთ და ეს იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი და მე მასთან შეხვედრისას ეს იქნებოდა სასამართლოს დერეფანში, ქუჩაში, სადღაც ავტობუსში თუ ნებისმიერ სხვა სივრცეში, რომ ისე ჩამევლო, ეს გამორიცხულია უბრალოდ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ადამიანებმა უნდა გაიგონ, რას ფიქრობს მათზე საზოგადოება და როდესაც ისინი არათუ დანაშაულს ჩადიან, არამედ შეცდომას უშვებენ, საჯარო მოხელეები და ის საჯარო მოხელეა სისტემას წარმოადგენს, სისტემის სახე, მათ უნდა მიეთითოთ და პირდაპირ უნდა იქნას ნათქვამი და არა რაღაცა ზურგს უკან და შეფარვით და მე ეს გავაკეთე. აქვე აღსანიშნავია, რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმის მერე უშუალოდ მისი ეგრეთ წოდებული დაქვეითება მოხდა. მირიან ქავთარაძე აღარ არის იმ სამმართველოში, სადაც იყო და მის დაქვემდებარებაში აღარ არიან ის მოწმე პოლიციელები, რომლებიც მოიყვანეს პროცესზე, რომლებსაც მოამზადებინეს ეს საქმე, დააწერინეს ჩვენებები და მერე პროცესზე მოიყვანეს და თავადვე დაადასტურეს იქ, რომ მირიან ქავთარაძე უკვე აღარ არის მათი უფროსი. თორნიკეს მინდა ვკითხო და მე უკვე პოლიტიკური შეფასებაც მაინტერესებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. თორნიკე, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე უახლოვდებით საბას დასკვნით ეტაპებს, სასამართლოს ხდომების დასკვნის ეტაპებს. რა ბრძოლა ეს თქვენთვის და რას ელოდებით სასამართლოსგან? ამ შემთხვევაში სამწუხაროდ ველოდებით იმ მუხლის გადაკვალიფიცირებასაც არ ველოდებით სამწუხაროდ ამ სასამართლო პირობებში და ალბათ იმას რაც უნდათ თავიდანვე ისევ ამ სპექტაკლში რაც არის იმგანაჩენს გამოუტანენ თვითონაც სურთ რა ძალიან მძიმეა პატარა ასე ვთქვათ წლებზე არა საუბარი 8-დან 11 წელზე არის საუბარი როგორც ხებს გამოუტანეს ახლა მათედევიძისაც რო არის იმ ბავშვს იგივენაირად გამოუტანენ ალბათ ესე მგონია ბრძოლა არის თავისუფლებისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის რაც შეეხება ბრძოლას და აუცილებლად გავიმარჯვებთ არც ერთს არ მოუწევს ამდენი წელი ყოფნა შიგნით ზუსტად ვიცი უბრალოდ მძიმე არის ფსიქოლოგიურად მათთვისაც და ჩვენთვისაც ზუსტად ვიცი, ანუ ალბათ ეხლა ხვდები, აი უდანაშაულო ადამიანებს რო იჭერნენ, ალბათ რა ეხლა ხვდები, რას გრძნობდნენ მისი ოჯახის წევრები და რთულია ძალიან. ეხლა მირიან ქავთარაძის მისი ქვეშევრდომები ეს თორნიკე ჯაფარიძე, ვინც ჩვენი გამოძებელი იყო, ხო? ამავდროულად. ხო, ამავდროულად. და საბასთანაც აუცილებლად ფიგურებს, რა თქმა უნდა, ერთი ხალხი არიან და ის არ გამოცხადდა სასამართლოში და აიცილა თავი და
ესე განაცხადეს, რომ უკვე გამოკითხვაში მონაწილეობსო და ამიტომ არ არის მისი დაკითხვა აუცილებელიო. ანუ ისიც თავს არიდებს და მგონია რატომღაც რომ ან თვითონ ისიც გადაიყვანა, წაიყვანა თავის ბიჭები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაგ ადამიანებზე ადრეც მირიან ქავთარაძე როცა ონის უფროსი იყო, მაშინაც ის ხალხი ყავდა და თავის ხალხით დადის. გაყოფილებიდან გაყოფილებაში. მანამ სანამ ცვლილებები მოხდება და მანამ სანამ ობიექტური გამოძიების ფარგლებში არ დადგება შესაბამისი პასუხისგებლობები იმ ადამიანების, რომლებიც დღეს ჩადიან სავარაუდო დანაშაულებს, ხომ? იმიტომ რომ ეს დრო აუცილებლად დადგება, მე დარწმუნებული ვარ და ცვლილებების შემდგომ ყველა საქმე იქნება გამოძიებული ობიექტური გამოძიების ფარგლებში და იმას, ვისაც დაუდგინდება ბრალეულობა, აუცილებლად ოღონდ სამართლიანი არა ამ სასამართლოს, როგორშიც ჩვენ გვატარებენ და რა დღეშიც ჩვენ გვაგდებენ, არამედ სამართლიან სასამართლოს პირობებში ყველას მოუწევს პასუხისგება. თუმცა ანი რომ დაუბრუნდეთ ახლა ჩვენ იმ რეალობას, სადაც ვართ, ხომ? ჩვენ ვხედავთ რეპრესიების ახალ და ახალ ტალღებს, რომელიც წინაზე გაცილებით მძიმეა. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე გადასულები არიან არა მარტო ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, არამედ ქალი აქტივისტების იზოლატორებში გამოკეტვაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ თან სპეციალურად სადამსჯელო მიზნით ყველაზე ცუდ დაწესებულებებში აკზავნიან აქტივისტ ქალებს იმისთვის, რომ მოხდეს, ასე ვთქვათ, მათი დასჯა. თავისი ვიწრო გადასახედიდან, ხო? ამავდროულად სულ სამართალს და პოლიტიკურ მოვლენებს თავი დავანებოთ, ჯერ ერთი ეს არც ერთი რეჟიმის პირობებში ქალებზე ამ ხელაზე ეწოლა, უახლოეს ისტორიას გულისხმობ არ ყოფილა და ასეთი უპატივცემულობა თუ ასეთი დამოკიდებულება და მეორე ეს წინააღმდეგობაში მოდის ქართულ ტრადიციებთანაც თუ ტრადიციებზე და ქართველობაზე ვისაუბრებთ, ხო? იმიტომ რომ სწორედ ისინი, ვინც ქართულ ტრადიციებზე ლაპარაკობენ და პედესტალიდან რაღაც მორალს გვიკითხავენ, სწორედ ისინი არ ღვევენ ამ ტრადიციებს და გვართმევენ იმ ქართველობას, რომელიც საუკუნეების გარეშე გქონდა. ქართველობა ჩვენთვის არის ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, ქალის პატივისცემა მათ შორის, არც ერთ შემთხვევაში უსამართლოდ ქალის ციხეში გამოკეტვა, ან მისთვის სიტყვიერ ფიზიკური შეურაცხყოფა, სუსტის დაცვა, უსამართლობისგან ადამიანის თუ, რა ვიცი, კონკრეტული სიტუაციის დაცვა და ასე შემდგომ. მაგრამ რო დაუბრუნდეთ აი ამ ვითარებას, რომ ასე ვთქვათ, ახალი ტალღები და უკვე პოლიტიკური ლიდერების დაჭერები, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ზურაგირჩი ჯაფარიძე აბსურდულ კომისიაზე, რომელიც არალეგიტიმური პარლამენტში უბრალოდ წულუკიანმა გადაწყვიტა შექმნას იმისთვის, რომ პოლიტიკური და ასე ვთქვათ, ზეწოლები და რეპრესიები განახორციელოს, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე დააკავეს, მელია გაიტაცეს საერთოდ ნიკა მელია გაიტაცეს და დღემდე ოქმს არ გვაბარებენ ადვოკატებს, იმისთვის რომ ნახოთ რა საფუძვლით მოხდა, თუნდაც ის ადმინისტრაციული დაკავება, რასაც ამბობენ, ხო? ამის ოქმსაც არ გვაძლევენ და ის რეალურად გატაცება მოხდა მის, იმიტომ რომ არანაირ სამართალდარღვევას იქ ადგილი არ ქონია და სამართალდარღვევას რომც ქონოდა ადგილი ერთ წამში რაღაცა ასობით ჩასაფრებული კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ვერ აიტაცებდნენ თავის მანქანიან დაცვიან ყველაფრიანად და ვერ წაიყვანდნენ, ხო, ადამი ვერ გაიტაცებდნენ და უკვე 13-ში არის ნიკა გვარამიას ხდომა, რომელსაც 7-ში გაზდის გირაოს გადახდის ვადა და ჩვენ მისი გუნდი ველოდებით მურიგ უსამართლობას, იმას, რომ ნიკა გვარამიასაც დააკავებენ ამ აბსურდული საქმის ფარგლებში. მოკლედ კითხვა რო შევაჯამო, რასთან გვაქვს საქმე, რა ეტაპზე ვართ და სად არის გამოსავალი? მე ვფიქრობ, რომ რეჟიმი მიყვება აბსოლუტურად რეჟიმებისთვის დამახასიათებელ საფეხურებს. და როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, თქვა თვეების წინ, 1 წლის წინ, ბევრი ადამიანისთვის ჩვენს გარშემო დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი და დღესაც ძალიან ბევრს ბოლომდე მაინც უჭირს დაჯერება რა მდგომარეობაში ვართ და ახლა იქამდე მივედით, რომ სიტყვა რეჟიმის ხსენებაც კი მედიის წარმომადგენლების მხრიდან არალეგიტიმური და ასე შემდეგ შესაძლებელი კანონდარღვევა იყოს ძალიან მალე. ნუ დღეს ვნახეთ, რომ Facebook სტატუსებთან დაკავშირებითაც მიიღებენ ზომებს. ანუ რეჟიმისთვის დამახასიათებელი ქმედებებია ეტაპობრივად, რომ მაქსიმალურად მოუჭირონ მარწუხებს, მაქსიმალურად დაჭიმონ ზამბარა იმისთვის, რომ შეაშინონ ადამიანები, განეიტრალონ ადამიანები, მათ შორის რაც თავად ახსენე იზოლატორებთან დაკავშირებით, ხომ, ქალი აქტივისტები, ჩემთან დაკავშირებითაც მოითხოვენ
ეხოვნენ რა თქმა უნდა პატიმრობას უბრალოდ შეიცვალა იმიტომ რომ თქვენ დააყენეთ ჩვენგონლობა იქიდან გამომდინარე მე მცირეწლოვანი შვილები მყავს თორე მე ღმად ვარ დარწმუნებული ამაში ეჭვიც არ მეპარება რომ მე ვიქნებოდი ერთ-ერთი მათგანი ვინც იზოლატორში აუცილებლად მოხვდებოდა და ეს მათთვის დამახასიათებელი ნიშანია რომელიც ისტორიას შემორჩება აუცილებლად იმიტომ რომ ისინი განსაკუთრებული აგრესიით იქცევიან ქალების მიმართ და ეს არაერთ აქციაზე იქნა გამოხატული მათი მხრიდან ესეთი ჯგუფურად, შეთანხმებულად, წინასწარ დარიგებულად ქალებისადმი შეურაცხყოფის მიყენება, ქალებთან ფიზიკური დაპირისპირებაც მათ შორის და ახლა უკვე ქალების პატიმრობა. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, როგორი ძლიერია ქართველი ქალი თავისი ხასიათით. მით უმეტეს ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბრძოლაში შევიდნენ და დაიცვან საკუთარი მომავალი, ანუ საკუთარი ნაშიერი, საკუთარი ქვეყანა, იციან ეს ძალიან კარგად და ამიტომ შევიდნენ ისინი ქალებთან დაპირისპირებაში, მაგრამ ამის პარალელურად მათ გადათელეს ყველა ღირებულება, რაც კი ქართველებს გააჩნდათ, მათ შორის ქალებთან მიმართებაში. ან კი როგორ შეიძლება ფეხშეკრულ ადამიანს გაუსწორდეს ფიზიკურად თუნდაც ერთი ადამიანი აქ აღარ არის ლაპარაკი ჯგუფურ ძალადობაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, რაც ჩვენ ვნახეთ ამ აქციების მანძილზე. ეს ხომ არანაირ ქართულ ტრადიციაში არ ხდება და როდესაც თავად სტუმარ მასპინძელზე გველაპარაკებიან და გვესაუბრებენ, მათ შორის მათი ლიდერები, საკუთარი ინტერპრეტაციებით რუსებთან მიმართებაში, ეს ხომ სრული აბსურდია. მე ძალიან წუხარ რომ ჯერ კიდევ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისთვისაც არ არის თვალნათელი თუ რანაირ ინტერპრეტაციას აძლევენ, მათ შორის ისეთ ნაწარმოებებსაც, როგორიც არის სტუმარ მასპინძელი და სტუმარ მასპინძელს რო თავი დავანებო და მათ ლოიალობას რუსეთისადმი და რუსებისადმი ქართულ კაცურ ტრადიციაში არ ჯდება, რომ უკვე განეიტრალებული, ხელებს შეკრული ადამიანი შეიძლება ასე უმოწყალოდ ვინმე მცემოს და თუ კი ასეც ადგილი ქონდა ხოლმე ჩვენი ისტორიის მანძილზე ის ადამიანი ისჯებოდა უბრალოდ, იმიტომ რომ არ შეიძლება სუსტი დაჩაგრო ჩვენი მენტალური რაღაცა მეხსიერებით, რომელიც გაგვაჩნდა, ან მახასიათებლებით, რომელიც ჰქონდა. და შესაბამისად, არაფერი გასაკვირი არ არის, რომ მათ გადმოაქვთ რუსეთის, ბელორუსის და ნებისმიერი რეჟიმის სიხისტე, სისასტიკე შეიძლება თავისუფლად ითქვას, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფიზიკის კანონი აუცილებლად იმუშავებს და ეს ორჯერ ორი ნამდვილად 4-ია. რაც უფრო მეტად დაჭიმავენ ზამბაროს, მით უფრო დიდი ძალით მოხვდებათ უკან მათ ეს. ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, იმიტომ რომ ასეთი კი არა, ბევრად უფრო ძლიერი რეჟიმები დამარცხებულან, ჩამოშლილან და ისინიც სწორედ ასე ჩამოიშლებიან. თავარი არის, რომ ჩვენ ვიყოთ თანმიმდევრულები, ჩვენ არ გავტყდეთ მათ შორის ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი დემორალიზაცია მოახდინონ და ამით გაგვანეიტრალონ. ჩვენ დემორალიზაციის ნაწილია სწორედ ის, რომ აი ესე დავდივართ სასამართლოში. ფაქტობრივად, დღეს თუ შეიძლება ნახო ამ ქვეყნის ინტელექტუალური რაღაცა ძალა, რესურსი, რომელმაც ქვეყანა წინ უნდა წაიყვანოს, შეგიძლიათ ნახოთ სასამართლოს დარბაზებში, დერეფნებში და შენობაში. იმიტომ როგორც კი შეხვალ, რა თქმა უნდა, აი ამ ადამიანების დანახვით გული გაგინათდება. ნებისმიერი რომ გამოვყოთ, თითოეულ მათგანს აქვს არაჩვეულებრივი განათლება, წიგნიერება, პროფესია, შრომა, რომელიც ამ ქვეყნისთვის აქვს გაწეული და აი ეს ადამიანები არიან იქ კონცენტრირებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ სწორედ ამ ძალას ებრძვიან, მაგრამ ეს ძალა ვერ გატეხა ვერც ერთმა და ამ შემთხვევაში ყოველთვის ამ შემთხვევაში ჩვენთან დაკავშირებულ რეჟიმებს გულისხმობ, ყოველთვის უკან იდგა რუსეთი და ქართველების ხელით აკეთებდა განეიტრალებას, ასე ვთქვათ, ყველაზე მოწინავე ამ სამოქალაქო საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლების, რაც გააკეთა 21 წელს 27 რაღაცა ძალიან შორსაც რო არ წავიდეთ, ხო? 89 წელსაც მათ შორის, ამიტომ მე მგონია, რომ
თუ კი მაშინ ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა ქართველი ერის დამარცხება დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში, მაშინ როდესაც თელმა დასავლეთმა როგორც იქნა დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე და მას ჩამოხსნა ნიღაბი დღევანდელ დღეს უკვე უკრაინამ და ჩვენ გვაქვს გაცხადებული მხარდაჭერა დასავლეთისგან აი ამ ძალების კონსოლიდაციით და ჩვენი გაუტეხელობით ჩვენ შეგვიძლია მივახციოთ მის დამარცხებას და მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული ისე როგორც თქვენ ორს გიყურებთ და გხედავთ აქ ჩვენ არ უნდა გავტყდეთ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და ჩვენი გზა რომელიც მიდის სწორედ გამარჯვებისკენ არის გარდაუვალი უბრალოდ არ უნდა გადაუხვიოთ და ღრმად ვარ დარწმუნებული რომ არც გადაუხვოთ მადლობა ანი მადლობა სტუმრობისთვის მადლობა თორნიკე რამის დამატება ხო არ გინდა ერთადერთი თხოვნა იქნება რა თქმა უნდა სასამართლოში რომ აქტივობა იყოს რაც ან იმას თქვა ეხლაც და იქვე თქვენ თვითონაც ნახავთ რა ქართული ოცნების სახეს თლიანად და რას აკეთებენ დღესაც ვიყავით და იქიდან მოვდივარ და გაგიჟებული ვარ 4 წამიან ვიდეოს ედავებიან ადამიანებს და 4-დან 6 წელს უსჯიან რაღაცა 4 წამიან ვიდეოს გამო და გამომძებელმა თვითონ გამოაცხადა რომ მე ჩავთვალე საჭიროდ რომ ამომეჭრაო არ უნდა რომ ენახა ხალხს პოლიციელები როგორ ესწოდნენ რაღაცებს აქეთ ხალხს და აგინებდნენ და კიდე რა სიტყვებს ეძახდნენ და როცემდნენ ამის ნახება არ უნდა და 4 წამი 8 წამიანი ვიდეოები აქვს საქვეში ჩადებული სადაც არაფერი არ ჩანს კი, ნამდვილად ესეა და ვისაც უნდა დაინახოს ის რეალობა, რაც არის ქვეყანაში, ვურჩევ მას, რომ მივიდეს სასამართლოში, თუ ჩვენი არ ჯერა, ჩვენი მოყოლილის მივიდეს უსამართლო სასამართლოში, იმიტომ რომ დღეს მეტი არაფერი შეიძლება ეწოდოს იმ დაწესებულებას, რომელიც წესით ხელისუფლების ნაწილია და რომელმაც წესით ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულება, სხვა არაფერი შეიძლება უწოდოთ თუ არა უსამართლო სასამართლო. მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის. მე დაგემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე და გავაგრძელებთ თქვენამდე იმ ამბების მოტანას, რაც ხდება დღეს უსამართლო სასამართლოში და ამას გავაკეთებთ მანამ სანამ ჩვენ არ მივაღწევთ სასამართლოს სამართლიანად გარდაქმნას. დაგემშვიდობებით. ყოველ პარასკევს 4 საათზე უკრა მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო